როგორ მუშაობს Google-ის ალგორითმი? როგორ ხდება მილიონობით შედეგიდან, შესაძლო შედეგიდან საუკეთესო შერჩევა და მისი პირველ ადგილზე პოზიციონირება? SEO-თ რას ვაკეთებთ? იდეაში სწორედ ეგ არის, რომ სხვა ათასობით, ასობით, ათობით ან მილიონობით შედეგიდან Google-ს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე საუკეთესო და ყველაზე რელევანტური არის სწორედაც რომ ჩვენი შედეგი. ეხლა მაგალითად თუ SEO სააგენტოს დაგუგლავთ, ნახავთ რომ პირველ პოზიციაზე ჩვენ ვართ TenX SEO, დიდი ხანია ჩვენ ვართ და კიდევ დიდი ხანი ჩვენ ვიქნებით. ჯერჯერობით პოზიციონირების შემდეგ ვერავინ ვერ შეძლო რომ ჩვენთვის გადაესწრო. თუმცა ზუსტად ვიცი რომ ცდილობენ აქტიურად მუშაობენ ამაზე. დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყეთ ქართულ ბაზარზე მოღვაწეობა და დაახლოებით 6-დან 8 თვემდე რაც პირველ პოზიციაზე ვართ. ანუ Google-ს ვაჩვენეთ, რომ SEO სააგენტოს როცა გუგლავენ, საუკეთესოები ჩვენ ვართ. ანუ თვითონ Google-ს ვაჩვენეთ ეგ და თვითონ ჩვენვე ვაკეთებთ ჩვენს იმ სერვისასაც ვყიდით, ჩვენთვისვე საუკეთესოდ. და დღევანდელ ვიდეოში ვეცდები ძალიან მოკლედ და მარტივად აგიხსნათ, როგორ მუშაობს საძიებო Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი. იმიტომ რომ ძირითადად ამ ვიდეოებში არ მაქვს განსაზღვრული კონკრეტული სკრიპტები და უფრო მეტად ვცდილობ რომ თავისუფალი სტილით გადმოგცეთ ჩემი აზრი. Google-ის ალგორითმის მუშაობა შეგვიძლია დავყოთ რამოდენიმე ნაწილად. პირველ რიგში რა არის Google-ის ალგორითმი, მოდი აქედან დავიწყოთ. და რა არის მისი მიზანი? Google-ის ალგორითმის მიზანია, როცა თქვენ რაღაცას ეძებთ, ყველაზე რელევანტური საუკეთესო შედეგი რაც შეხვდება, ის იყოს პირველ პოზიციაზე თქვენთვის და თქვენ როგორც მძებნელი, როგორც მომხმარებელი დარჩეთ კმაყოფილი. რომ აი ერთხელ გამოიყენოთ Google-ი, მოგეწონათ კარგი შედეგები შემოგთავაზათ, კიდე რომ გამოიყენოთ და სულ რო იყენებდეთ, მაგისთვის მუშაობს Google-ი მუდმივად. რომ ეს თავის ალგორითმები დახვეწოს, განაახლოს, რომ თქვენ მომხმარებლები დარჩეთ კმაყოფილნი და ისევ გამოიყენოთ Google-ი. ეს განზრახვა აქვს, ეს დანიშნულება აქვს Google-ის ალგორითმს. და მისი მუშაობა რამოდენიმე ნაწილად იყოფა. პირველი არის crawling-ი ეგრეთ წოდებული. ანუ Google-ის ალგორითმი პოულობს, Google-ის ბოტი უბრალოდ პოულობს ვებში განთავსებულ შესაბამის რელევანტურ შედეგებს და მას აღრიცხავს თავის ბაზაში, ასე რომ ვთქვათ. ანუ წარმოიდგინეთ, რომ Google-ის ბოტი ეწვია გარკვეულ ვებსაიტს, ეს წაიღო თავისთან ბაზაში, იმისათვის რომ დაახარისხოს, ეს არის კრავლირების პროცესი. იმისათვის რომ თქვენი ვებსაიტის კრავლირება სწორად მოხდეს, ტექნიკურად ყველაფერი გამართული უნდა გქონდეთ, თუმცა ეს სხვა ფართო თემაა, რომელსაც ახლა არ ვისაუბრებ. რა ხდება კრავლირების შემდეგ? ანუ ნახა თქვენი ვებსაიტი, ოკეია, ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი ინდექსაცია. ინდექსაცია არის უკვე როცა თქვენს ვებსაიტს საძიებო სისტემის შედეგებში აჩვენებს, ანუ როცა იპოვა უკვე ნახა რომ გაქვთ ვებსაიტი გვერდი, ამას ნახულობს ერთ ლინკებზე გადაყოლით და საიტმეპები და ასე შემდეგ, თუმცა ეს არის დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა. კრავლირების შემდეგ თქვენი ვებსაიტი უნდა განთავსდეს საძიებო სისტემაში, სადმე უნდა იძებნებოდეს საძიებო სისტემის მიმართ. არ არის აუცილებელი რომ ინდექსირების მერე top 10-ში მოხდეს მაგალითად, არ თუ აუცილებელი, არამედ რიგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი არის. თუმცა თქვენი ვებსაიტის გვერდები, ლინკები ცალკეულად ნოთითეული უნდა იყოს Google-ში. შეიძლება პოზიცია საერთოდ არ ირანგებოდეს, მაგრამ უბრალოდ იძებნებოდეს. ეს არის ინდექსირება. ანუ პირველი არის კრავლირება, მეორე არის ინდექსირება, არც ერთ ეტაპზე თქვენს ვებსაიტს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს და მესამე არის უშუალოდ რანჟირება. ამ ეტაპზე Google-ი განსაზღვრავს თქვენ სად უნდა მოხვდეთ, საერთოდ რომელ პოზიციაზე უნდა მოხვდეთ, უნდა მოხვდეთ თუ არა საერთოდ რომელ პოზიციაზე. ამისათვის Google-ს ძალიან ბევრი ფაქტორი აქვს. თუ უფრო კონკრეტულ რაოდენობებზე ვისაუბრებთ, არის 200-ზე მეტი ფაქტორი, თუმცა ამ ფაქტორებს კიდევ აქვთ თავისი ქვეფაქტორები და ვარიაციები, ასე რომ ვთქვათ. ჯამში წინა წელს, იმის წინა წელს ზუსტად არ მახსოვს, დაილიქა Google-ის მონაცემებიც, რენკინგ ფაქტორებთან დაკავშირებით და ჯამში როგორც
დავთვალეთ იყო დაახლოებით 4000-მდე ფაქტორი. ეგრე გამოდიოდა თავისი ქვეფაქტორებით და ვარიაციებით ყოველ შემთხვევაში. მაგრამ შეგვიძლია რომ უბრალოდ 200 ფაქტორი ავიღოთ, მთავარი ფაქტორი. და ეს რანჟირება, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი რეალურად ეს რანჟირებაა. რის მიხედვითაც Google-მა უნდა გადაწყვიტოს თქვენ ხართ თუ არა საუკეთესო შედეგი მომხმარებლისთვის საჩვენებლად და თავი კითხვა, როგორ უნდა განსაზღვროს Google-მა, საიდან უნდა გაიგოს, რომ თქვენ ხართ საუკეთესო იმ შედეგებს შორის, რაც ტოპ-10-ში მოიპოვება მაგალითად. ამისათვის სხვადასხვა პერიოდში მას ჰქონდა სხვადასხვა ალგორითმები. ყველაფერი დაიწყო 1998 წელს, როცა Google-მა შეიმუშავა PageRank-ი განსაზღვრავდა ათიქულიდან რამდენი ეკუთვნოდა თქვენს ვებსაიტს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ესეთი განსაზღვრული ალგორითმი. თუ peer 10 გქონდათ, peer 9 გქონდათ მაგალითად, საკმაოდ ავტორიტეტული ვებსაიტი იყავით და პოზიციებზე ყველგან წინ იქნებოდით, იმიტომ რომ ვიღაცას peer 1 გქონდა, ვიღაცას თქვენ peer 9 გქონდათ, თქვენ უფრო წინ იქნებოდით, უფრო ავტორიტეტული იყავით Google-ისთვის. PageRank თავისი ალგორითმების მიხედვით გამოთვლიდა ლინკები, რამდენად გქონდათ ავტორიტეტული ლინკები, მაგის მიხედვით გამოთვლიდა და კიდევ სხვა ფაქტორებით. თუმცა შეგვიძლია მას შევხედოთ, რომ თუ თქვენ გინდათ რომ PageRank-ი აგეწიათ, უნდა გქონოდათ მაღალ PageRank-იანი ლინკები და ეს ვებსაიტები ავტორიტეტს გაგიზიარებდნენ და თქვენი PageRank-იც გაიზრდებოდა. ანუ რო წარმოიდგინოთ ისევ ადამიანური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ თქვენ ახალი ხართ უნივერსიტეტში და ვიღაც 4 ავტორიტეტულმა ადამიანმა თქვა, რომ თქვენ კარგი ტიპი ხართ, თქვენი ავტორიტეტი უფრო მეტად აიწევს, უფრო მეტი PageRank-ი გექნებათ და უფრო მეტად გექნება შანსი, რომ ტოპში იყოთ, ასე რომ ვთქვათ, თუ ალგორითმებს დაუახლოვებთ. ხოლო თუ 100 არც თუ ის ავტორიტეტული ადამიანი იტყვის, შეიძლება თქვენმა ავტორიტეტმა ძალიანაც ვერ აწიოს, იმიტომ რომ მათ ნათქვამს არ ჰქონდეს იმ ხელწონა, რამ ხელას ავტორიტეტული ადამიანების ნათქვამს. ეს მარტივად რო ვთქვათ, ეს PageRank-ი რაღაც დროის შემდეგ გაუფასურდა. მე მახსოვს დაახლოებით ალბათ 10 წლის წინ რომ PS PageRank-იანი დომენები იყიდებოდა და შეგეძლო რომ საკმაოდ იაფად გეყიდა PageRank 10-იანი, ანუ ყველაზე მაღალ PageRank-იანი დომენები. თვითონ Google-ს ჰქონდა PageRank 10 მაშინ და Facebook-ს და კიდე რამოდენიმე დიდ ვებსაიტს, თუმცა ამ ალგორითმის, ასე ვთქვათ, დამუღამება მოხდა და შეძლეს სამომავლოდ შემდეგ მისი გაყალბება. და ალგორითმები მაგიტომ იცვლება სწორედ, რომ როცა Google-ი გამოუშვებს გარკვეულ ალგორითმს, მერე მომხმარებლები SEO სპეციალისტები ამას ვამუღამებთ და ახდენენ манипуляციას პოზიციონირებისთვის. შემდეგ Google ხვდება, რომ ეს უკვე ზედმეტად ცნობილია და მარტივად манипуლირებადია და ცვლის და აუმჯობესებს ალგორითმს. 1998 წლიდან გადავიდეთ პირდაპირ 2011 წელს, როცა გამოუშვეს Pandas update-ი, განახლებას ეთქვა Panda update-ი და მომოლი რამოდენიმე წელი კიდევ სხვა ცხოველების სახელი ერქვა მათ update-ებს. Pandas update-ი განსაზღვრავდა კონტენტის ხარისხს, რამდენად ხარისხიანი კონტენტი გედოთ, იმიტომ რომ თუ PageRank-ი უდრიდა, რომ რაც უფრო მეტი backlink-ი გქონათ, უფრო წინ პოზიციონირებდით, Pandas update-მა გაცხრილა უხარისხო კონტენტი ვებში და დაიწყო კონტენტის უნიკალურობის, ავთენტურობის, კონტენტის სიღრმის, კიურდების სწორად გამოყენების და ბევრი სხვა რამის შეფასება, რომ მომხმარებლისთვის ხარისხიანი კონტენტი მიეწოდებინა. Pandas update-ის შემდეგ იყო Penguin-ის update-ი, როგორც გითხარით, კიდევ ერთი ცხოველის update-ი გველის. Penguin-ის update-ი backlink-ების ხარისხის განსაზღვრავდა, ხოლო Penguin-ის update-ის მერე იყო Hummingbird-ის update-ი. Hummingbird-ის განახლება. ამ update-ების შემდეგ ეს იყო ძალიან მასიური update-ები Google-ში. გაიფილტრა უხარისხო კონტენტის მქონე ვებსაიტები, სპამური backlink-ების მქონე ვებსაიტები და რანჟირება გახდა უფრო დახვეწილი და სუფთა. ხოლო 2015 წელს Google-მა შემოიღო RankBrain-ი და დაიწყო AI-ის გამოყენება თავის საძიებო რეზულტატებში. ანუ
AI რო ადამიანებმა გაიგეს წინა წელს, რეალურად Google 2015 წლიდან იყენებდა AI-ს იმისათვის, რომ მისი შედეგების სწორად პოზიციონირება, რო დახმარებოდა შედეგების პოზიციონირებაში. ხოლო, გადმოვახდეთ ისევ 2015 წლიდან უკვე 2022-დან დღემდე გვაქვს Google Core Update-ები. Google Core Update-ი წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება ძირითადად და შესაძლოა რომ ეს Core Update-ი ხდებოდეს კონკრეტულ ქვეყანაში მხოლოდ, კონკრეტულ ნიშაში მხოლოდ, კონკრეტული ტიპის keyword-ებზე მხოლოდ, უფრო მეტად სპეციფიური აპდეიტებია და ეხება სხვადასხვა რამეს ყოველდღიურზე. ხან ეხება კონტენტს, ხან ეხება ლინკებს, ხან ეხება AI-ის მიერ დაგენერებულ კონტენტს, ხან ეხება ვებსაიტებს, რომელსაც მასიურად ბევრი გვერდი აქვს, ხან ბრენდებს მატებს ტრაფიკს, ხან აკლებს, სხვადასხვა ტიპის core update-ები გვაქვს უკვე ბოლო რამოდენიმე წელია და ეს არის აპდეიტების ბევრად უფრო დახვეწილი ფორმა, რა თქმა უნდა, ვიდრე ადრე იყო. ბოლო წლების განმავლობაში მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში, რომ შემცდარიყო ეს Google-ის ალგორითმი, როცა იყო Pandas და, იქნება რა თქმა უნდა ეგეთი ფაქტორიც, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია და არც ერთ ჩემს პროექტზე არ ყოფილა არ უმოქმედი აპდეიტი სუდად. ხოლო ადრე დაახლოებით 10-12 წლის წინ, როცა Panda და Penguin-ის აპდეიტები იყო, შესაძლოა მაინც და მაინც ზუსტად ვერ მუშაობდა ხანდახან ეს ალგორითმები, შესაძლოა ყველაფერი ნორმალურთან მიახლოებლად გქონდა და მაგრამ მაინც დაჯარიმებულიყავი და ამოიღე საძიებო რეზულტატებიდან. ხოლო ეს თანამედროვე აპდეიტები უფრო და უფრო დაიხვეწა და უფრო და უფრო ზუსტი გახდა. და თუ სწორად აკეთებ SEO-ს, თუ არ უშვებ ფუნდამენტურ შესწომებს, წესით და რიგით აპდეიტებმა მხოლოდ უნდა გარგოს. და თუ არასწორად აკეთებ და არც ის აპდეიტები რა შეეხო ეგ არიცოდი და არც ეს აპდეიტები საერთოდ რა შვება ეგ არიცი, მაშინ შესაძლოა რომ რომელიმე აპდეიტმა ვებსაიტის ტრაფიკის დიდი ნაწილი შეიწიროს. თუმცა დღევანდელ ვიდეოში არ ვსაუბრობთ ამ აპდეიტებზე, დაუბრუნდეთ ისევ რის მიხედვით ახდენს საძიებო შედეგების რანჟირებას. ეს აპდეიტები ეხმარებოდა Google-ს, რომ გაეუმჯობესებინა თავისი საძიებო შედეგები და დღეს შეგვიძლია გამოვყოთ მთავარი ფაქტორები, რომლებიც იწვევს ვებსაიტის დარანყვას. ანუ როგორ უთხრათ Google-ს, რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები რაღაც გარკვეულ keyword-ზე. საკმაოდ ფართო თემა და ამასთან დაკავშირებით გვექნება სხვა უფრო ვრცელი ვიდეოც, თუმცა ჯამში 200-ზე მეტი ფაქტორი აქვს Google-ს, რომელიც თავის მხრივ კიდე ქვეფაქტორებად იყოფა. ეს ფაქტორები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ. On-page SEO-ს მხარე, ანუ ყველაფერი, რაც ვებსაიტზე ხდება, ოპტიმიზაცია ვებსაიტის მხარეს და off-page SEO-ს მხარე. ანუ backlink-ები, სოციალური სიგნალები, ყველაფერი, რაც საიტის გარეთ ხდება ოპტიმიზაციის ნაწილში. On-page SEO-ს მხარეს, Google პირველ რიგში უყურებს ვებსაიტის რელევანტურობას, თქვენ უნდა იყოთ იმ საძიებო სიტყვის რელევანტური, რომელზე პოზიციონირებაც გსურთ, ასევე უყურებს საიტის კონტენტის ხარისხს, რამდენად გამდიდრებულია კონტენტი, რამდენად მაღალხარისხიანია, რამდენად უნიკალურია, რამდენად მარტივად წაკითხვადია, არის თუ არა მასში პუნქტუაციური ან სინტაქსური შეცდომები და რაც მთავარია, რამდენად კმაყოფილდება მომხმარებლის განზრახვა. Keyword-ების ვიდეოში ვისაუბრე სხვადასხვა keyword-ების ტიპზე და მომხმარებლის განზრახვაზე. ბოლო აპდეიტის მარტის აპდეიტის ნაწილიც მომხმარებლის განზრახვის დაკმაყოფილება შეეხო და რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება, რომ მომხმარებლის განზრახვა უშუალოდ იმ გვერდით, რომლითაც პოზიციონირება ხდება, კმაყოფილდებოდეს. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მომხმარებელს ინფორმაცია აინტერესებს, თქვენ იმ გვერდზე ინფორმაცია უნდა შესთავაზოთ. თუ მომხმარებელს აინტერესებს რაიმის ყიდვა უნდა ან ტრანზაქციული keyword-ი აქვს, მაგ შემთხვევაში მოქმედების განხორციელება უნდა შეეძლოს იმ გვერდზე. თუ კომერციული keyword-ია, მომხმარებელს უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება რამოდენიმე პროდუქციას შორის და ასე შემდეგ. ასევე on-page-ის მხარეს Google უყურებს და ანალიზებს მომხმარებლის გამოცდილებას.
ნუ როგორც ცნობილია, Chrome-ის user data-ს იღებს ანონიმურად რაღაც პერიოდულობით და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებას დაყრდნობით არჩევს რამდენად ხარისხიანი SEO-ის ვებსაიტი. რამდენად მარტივად მოსახმარია მომხმარებლისთვის, რამდენი ხანი ჩერდებიან ამა თუ იმ გვერდზე, რამდენი ბრუნდება ისევ საძიებო სისტემაში და აგრძელებს ძიებას. ნუ რამდენად კმაყოფილდება მომხმარებლის მოთხოვნები და ნუ თქვენს შედეგზე გადმოსვლის შედეგად ის ძიების განზრახვა და სურვილი რაც ჰქონდა და რატომაც Google-ში გარკვეული keyword-ი ჩაწერა, რამდენად დაკმაყოფილდა, მოკლედ რო ვთქვათ. რაც შეეხება off-page SEO-ს, ჩემი აზრით off-page SEO უშუალოდ მაღალ კონკურენციაში პოზიციონირებისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. Off-page SEO-s მხარეს Google უბრალოდ უყურებს რამდენად ავტორიტეტულია თქვენი ვებსაიტი, რამდენად კარგი ლინკები აქვს, საიდან აქვს ეს ლინკები, გადმოდიან თუ არა ამ ლინკებიდან მომხმარებლები, რა სიხშირით ემატება ან აკლდება ახალი ლინკები. რა ენქორებით არის გადალინკები განხორციელებული თქვენს მხარეს და ასე შემდეგ. კიდევ ბევრ სხვა რა ტიპის ლინკებია განთავსებული და ბევრ სხვა ფაქტორს უყურებს Google off-page SEO-s მხარეს. ჯამში მარტივად რო გავაანალიზოთ, Google-ის მიზანია ძიების შემდეგ მომხმარებელი დარჩეს დაკმაყოფილებული და რაც შეიძლება მალე მიიღოს მან თავის ან კითხვაზე, ან მოთხოვნაზე, ან თავის სურვილზე პასუხი. რაც უფრო მალე დაკმაყოფილდება მომხმარებელი თქვენი ვებსაიტით და უკმაყოფილდება მომხმარებელს თქვენი ვებსაიტით თავის საჭიროება, მით უკეთესია თქვენი პოზიციონირებისთვის. ასევე Google ანალიზებს CTR-ს, მაგალითად თუ ხართ მესამე პოზიციაზე, რამდენი მომხმარებელთა რამდენი პროცენტულობა გადმოვიდა თქვენს ვებსაიტზე, რამდენმა დაკლიკა თქვენს მეტა სათაურს და შემდეგ თუ მაღალი CTR გაქვთ მაგალითად, ან თუ დაბალი CTR გაქვთ, რადგან უინტერესო მეტა ტაითლი გიწერიათ, შესაძლოა რომ ესეც გაითვალისწინოს პოზიციონირებაში. მაგრამ თუ მომხმარებლები შემოდიან თქვენს ვებსაიტზე და ან ძალიან მალევე გადიან, ან ვებსაიტი საერთოდ ვერ იტვირთება, ან ნელა იტვირთება, ან ისევ ბრუნდებიან და სხვა რაღაცებს ეძებენ და ეს არ არის ტიპიური მომხმარების ქცევა ამ keyword-ზე. ამ შემთხვევაში ეს თქვენი პოზიციონირებისთვის უარყოფითად აისახება. როგორც უკვე ვისაუბრეთ, Google-ის ალგორითმი უკვე რამოდენიმე ათწლეულია ვითარდება, იცვლება, იხვეწება და ცდილობს, რომ მაქსიმალურად რელევანტური, საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, რომელიც Google-ს იყენებს ყოველდღიურად. ეს არის ერთადერთი გზა, რომ Google როგორც საძიებო სისტემა სამომავლოდაც გადარჩეს და შეინარჩუნოს ბაზრის წილი. ამიტომ სამომავლოდ უფრო მნიშვნელოვან, უფრო საინტერესო და უფრო ინტენსიურ Google-ის განახლებებს უნდა ველოდოთ. და როგორ შევინარჩუნოთ პოზიციები აპდეიტებისას, როგორ გადავრჩეთ, ასე ვთქვათ, როგორ არ შეგვეხოს ეს აპდეიტები ნეგატიურად, ან როგორ შეგვეხოს პოზიტიურად. იდეაში მე პირადად და პროექტებს, რომელთანაც შეხება მქონია, ბოლო რამოდენიმე წელია, 4-5 წელია, აპდეიტები არ შეხებია ნეგატიურად. თუ ვიყენებთ სწორ SEO მეთოდებს, თუ არ გვაქვს over ოპტიმიზაცია, ანუ ზედმეტად თუ არ გვაქვს ოპტიმიზირებული თუნდაც ვებსაიტის on page-ი, თუ ზედმეტად არასწორად არ გვაქვს გამოყენებული backlink-ებში keyword-ები და anchor-ები, თუ ვიყენებთ მოკლედ white hat მეთოდებს და ამას ვაკეთებთ მაქსიმალურად ბუნებრივად და ასევე თუ ვცდილობთ რომ მომხმარებელს მოვარგოთ ეს როგორც კონტენტი, ასევე ვებსაიტი, ყველაფერი, რადგან საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის იქმნება და არა იმისთვის რომ Google-ში უბრალოდ პოზიცია დაიკავოს, რეალურად მომხმარებელი უნდა გადმოვიდეს შემდეგ თქვენს ვებსაიტზე და ან რამე წაიკითხოს, ან რამე იყიდოს, ან რაღაცა გააკეთოს. თუ მოკლედ white hat მეთოდებით მუშაობთ, Google-ის აპდეიტები ნაკლებს ავარაუდოა, რომ შეგვეხოს.
და ასევე თუ მომხმარებლის განზრახვას ვაკმაყოფილებთ, თუ მომხმარებელი კმაყოფილია თქვენს ვებსაიტზე სტუმრობით, თუ კარგი user experience-ი გაქვთ, თუ დიდხანს ჩერდება, თუ ვებსაიტის მალე იტვირთება და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია, აპდეიტებისადმი მდგრადობაც იდეაში ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. ერთი არის საიტის მხარეს, საიტზე უნდა გქონდეს უნიკალური ხელით დაწერილი ან ადამიანის მიერ ნამუშევარი კონტენტი და საიტი არ უნდა იყოს ზედმეტად ოპტიმიზირებული SEO-სთვის. ანუ არ უნდა გქონდეს over ოპტიმიზაცია გაკეთებული. keyword-ები გარკვეული პროცენტულობით უნდა გქონდეს გამოყენებული ტექსტში მაქსიმუმ. ამ ყველაფერს თავისი სტანდარტები აქვს და დღევანდელ ვიდეოში ფიზიკურად ვერ მოვასწრებ, რომ ეს სტანდარტები მთლიანად გაგაცნოთ, მაგრამ on page-ის მხარეს არსებობს სტანდარტები, რაც უსაფრთხოებისთვის უნდა დავიცვათ, რათა over ოპტიმიზაცია არ მოგვივიდეს, ანუ ზედმეტად ოპტიმიზირებული არ გამოგვივიდეს ამა თუ იმ keyword-ზე. ხოლო off page-ის მხარეს უნდა ვერიდოთ იაფფასიან რეალურად უხარისხო სპამურ ბექლინკებს, აი $5, $10, თუნდაც $100 რაც იყიდება ინტერნეტში და უნდა ვერიდოთ ჩვენი მთავარი keyword-ის ბევრჯერ ან არასწორად გამოყენებას. ანუ რეალურად თუ white-hat მეთოდებით ბუნებრივად და უსაფრთხოდ ვიმუშავებთ, აპდეიტები მხოლოდ დადებითად შეგვეხება სამომავლოდ. თუ ზედმეტად სწრაფად გვენდონება, რომ შედეგი მივიღოთ, დავდებთ უხარისხო კონტენტს, ზედმეტად დავაოპტიმიზირებთ ამა თუ იმ გვერდს, ვიყიდით დიდი რაოდენობით ბექლინკებს, ან არასწორად გადავანაწილებთ მათში keyword-ებს, ამ შემთხვევაში აპდეიტები დიდი ალბათობით შეგვეხება საკმაოდ მძიმედ. შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში ვებსაიტმა ერთ დღეში დაკარგოს ტრაფიკის 50-70%, ან დაკარგოს მთლიანად ტრაფიკი. იმისათვის, რომ თქვენი კომპანიის შედეგები შენარჩუნდეს, SEO შედეგები შენარჩუნდეს დიდხანს, შეგიძლიათ მოგმართოთ ჩვენ 10x SEO-ს, რადგან white-hat მეთოდებით მუშაობთ და ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები აბსოლუტურად უსაფრთხოა და დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება და მხოლოდ უმჯობესდება აპდეიტების შემდეგ, რადგან მაქსიმალურად ნატურალურად, ბუნებრივად და მომხმარებლისთვის სასარგებლოდ ვაკეთებთ ამ სერვისს. ეს ყველაფერი მოიტანა დიდ ხნიანმა გამოცდილებამ, უშუალოდ SEO-ში, არა 10x SEO-ს გამოცდილებამ, არამედ ზოგადად SEO-ს გამოცდილებამ, რაც გვაქვს 10x SEO-ს კომპანიაში და ჩვენ ვიცით რა არის სახიფათო რომ გამოვიყენოთ, რა არის პირიქით უმჯობესი და ვიცით რომ ჯობია white-hat მეთოდებით ვიმუშაოთ და შედეგები შენარჩუნდეს ბევრი წლის განმავლობაში, ვიდრე გამოვიყენოთ რაიმე უფრო შედარებით სარისკო მეთოდები, შედეგები მივიღოთ მალე, მაგრამ შემდეგ ასევე პოტენციურად მალე დავკარგოთ. მადლობა გიხდით ყურადღებისთვის, შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო.